თქვენი აზრით, ვინ მოიგებს ახალ კოსმოსურ რბოლას? შეერთებული შტატები, ჩინეთი თუ ამ ეტაპისთვის ჩამოქვეითებული რუსეთი? დღევანდელი მდგომარეობით ვიცით მხოლოდ ის, რომ კოსმოსის მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება და ორბიტაც სწრაფად იტვირთება. და რაც უფრო მეტი ქვეყანა და კერძო მოთამაშე გამოჩნდება კოსმოსში, მით უფრო დაიძაბება სიტუაციაც. ამ დროისთვის ამ თამაშს ბევრი წესი არ აქვს. ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო გარესივრცის ხელშეკრულება 1967 წელს შეიქმნა და კოსმოსურ საქმიანობას მხოლოდ ზოგადად არეგულირებს. მაგალითად ის კრძალავს ბირთვული იარაღის განთავსებას კოსმოსში, მაგრამ არაფერს ამბობს ანტისატელიტურ იარაღზე ან ილონ მასკის ბოლოდროინდელ გრანდიოზულ ხედვაზე, რომ კოსმოსში შეიძლება განთავსდეს ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა centrები. It's a no-brainer for building solar-powered AI data centers in space. The lowest cost place to put AI will be space, and that'll be true within 2 years. Maybe 3 at the latest. ამიტომ ინოვაციების ზრდასთან ერთად მოსალოდნელია სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილებაც. რომ დავფიქრდეთ, კოსმოსში მიმდინარე პროცესები დედამიწაზე მიმდინარე პროცესების ანარეკლია. ამიტომ სანამ არსებობს დიდ ძალებს შორის კონკურენცია ქვემოთ მიწაზე, მანამდე იქნება ასეც აშიც. უბრალოდ კოსმოსი სწრაფად ხდება დაპირისპირების კიდევ ერთი არენა, თანამგზავრთა ქსელებითა და მათი განადგურების შესაძლებლობებით. საქართველო კი ამ ახალ კოსმოსურ ეპოქაში ჯერ მხოლოდ მაყურებლის როლშია. ცნობისთვის დაგვიმეგობრდით YouTube-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე და TikTok-ზე.